ევროპელ ხალხს მშვიდობა და მულტიპოლარული სამყარო სჭირდება და არა ომი. რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერიც კი პუტინისტი ყოფილა, რადგან საჯაროდ თქვა, რომ პოლონეთმა და ესტონეთმა 2022 წლის შეჭრამდე რუსეთთან დიალოგის ინიციატივა აღკვეთეს. მერკელმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ ევროკავშირი მძევალია მომაკვდავი, ხანდაზმული ლიდერშიპისა, რომელიც ჩვენ მესამე მსოფლიო ომისკენ მიგვაქანებს და ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავიანთი არაადეკვატურობა გადაფარონ. თქვენი ხელმძღვანელობით, ქალბატონო პრეზიდენტო, უამრავი ყალბი ამბავი ვრცელდება, რათა ხალხში შიში და პანიკა დათესოთ. თქვენ დგამთ ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებიც ელექტორატში საერთოდ არ არის მისაღები. ამის აჩკარა მაგალითია ევროკავშირის გადაიარაღების გადაწყვეტილება. ახლა ერთი შეხედვით ისეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდით, სადაც რუსული დრონები ევროპის თავზე დაფრინავენ. თუმცა მოდით გავიხსენოთ ჩრდილოეთის ნაკადზე განხორციელებული რუსული თავდასხმა, რომელიც სინამდვილეში უკრაინელებმა ააფეთქეს. ვითომ რუსული დრონების თავდასხმა პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელიც 13 სექტემბერს მოხდა, უარყოფილი იქნა თავად პოლონეთისა და ნატოს ოფიციალური პირების მიერ. ზუსტად ამავე სტილში თქვენი თვითმფრინავის საბოტაჟის მცდელობაც სინამდვილეში შეთქმულების ნაწილი იყო. ისეთი სურათი იქმნება, თითქოს ერთი ვიღაც ცდილობს რაიმე ინციდენტის მოწყობას, რათა ყველანი ომში ჩაგვითრიოს და ათასობით ახალგაზრდა ომში გაგზავნოს ბანკირებისა და ლობისტების ინტერესების დასაცავად. მოდით ჯერ თქვენ გაგზავნეთ თქვენი შვილები ომში, თუ ეს საკითხი ასე გაღელვებთ. ევროპელ ხალხს აღარ სჯერა თქვენი ომის მხარდამჭერი პოლიტიკის და ეს პუტინის გამო არ ხდება, არამედ იმის გამო, რომ ხალხი დაიღალა თქვენი ტყუილებით. თქვენ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, რაკეტებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს გთავაზობთ ხარისხიანი ჯანდაცვის, კომფორტული ტრანსპორტისა და ღირსეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ვიცი, რომ თქვენთვის, როგორც კოლონიალისტისა და რასისტისთვის, ხალხთან ასეთი მიდგომა რთულია, თუმცა ევროპელებს ნამდვილად სჭირდებათ მშვიდობა და მულტიპოლარული წესრიგი ომის ნაცვლად. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.